ტელემაყურებელო მოგესალმებით. მე გახლავთ ზაზახატიაშვილი, ადვოკატი უფლებადამცველი და წარმოგიდგენ ჩემს ავტორო გადაცემას არასამართლიანი სასამართლო. როდესაც ჩვენ 1 აპრილს გავედით ეთერში, ჩვენი სტუმარი იყო გმირი დედა, ქალბატონი ეკა კუპატაძე, რომელმაც იბრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ და მისი შვილის ერთ-ერთი უწესიერი ახალგაზრდის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ჩვენ ჩემი აზრით სამართლიანო პროკურატურას მინიმალური სტანდარტები ეფექტური გამოძიების დააცვევინა. მინიმალური იმიტომ ვამბობ, რომ მაქსიმალური გამორიცხვილა, ვინაიდან პირველი დღეებიდან არაეფექტური გამოძიება ტარდებოდა გიგა ავალიანის მკვლელობასთან მიმართებაში და მხოლოდ ეკა კუპატაძის გმირობამ შესძლო ის, რომ პროკურატურა იძულებული გახდა, რომ სავარაუდო დამნაშავეებისთვის სასჯელი დაემძიმებინა, მაგრამ არ დაუმძიმეს იმ მოცულობით, რასაც ეს ადამიანები იმსახურებდნენ. მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, რომ ვერაგული თავდასხმა მოხდა ექიმ პერსპექტიულ ახალგაზრდაზე, უწესიერეს ადამიანზე, გიგა ავალიანზე, რომელიც დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში კომუნურ მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში და შემდეგ იმ საავადმყოფოში გიგა ავალიანი გარდაიცვალა. როცა მისმა დედამ ეკა კუპატაძემ დაიწყო ბრძოლა მისი შვილის მკვლელების წინააღმდეგ და მოითხოვა მათი საბრალდებო სკამზე დასმა, ყველა იმ პირის, ვინც იყო ორგანიზატორი, შემსრულებელი, დამხმარე და ასე შემდეგ, თავდაპირველად დიდუბე ჩუღურეთის პროკურატურიდან ეკა კუპატაძე გამოაგდეს. ეკა კუპატაძეს არ მისცეს სისხლის სამართლის საქმის ასლები და პროკურორმა კუბრაშვილმა თავისი უარი დაასაბუთა 5 წლით ადრე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბერს გაუქმებული, ანუ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით. ანუ არაკონსტიტუციური ნორმა, ცნობილი ნორმა 5 წლის შემდეგ პროკურორმა კუბრაშვილმა გამოიყენა ეკა კუპატაძის წინააღმდეგ. როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ პროკურორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს იყო მინიმუმ სამსახურეო უფლებამოსილების გადამეტება, პროკურორი კუბრაშვილი დღესაც დადის სასამართლოში და ახორციელებს თავის საპროკურორო უფლებამოსილებას. იაგო ტალახაძე, რომელმაც ჩემი აზრით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულიყო, შემთხვევის ადგილი არ დაათვალიერეს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მხოლოდ ეკა კუპატაძის ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით მოხდა და ქალბატონი ეკა კუპატაძეს აქციების წყალობით მოხდა, რომ პროკურატურა მინიმალური სტანდარტები დაიცვა. ყველაზე სასაცილო იყო ის ფაქტი, რომ არ გაჩხრიკეს სავარაუდო დამნაშავეების ფინა და როდესაც ეკა კუპატაძის ძმებმა მოიკითხეს, რატომ არ განხორციელდა ჩხრეკვა, განუცხადეს, რომ სავარაუდო დამნაშავეების სახში ყო არაფერს დავალავდნენ, რომ მაშინ გამოდის, რომ ჩხრეკვა საერთოდ უნდა მოვიღოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან, თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ. ეს იყო სამარცხვინო მოქმედებების კასკადი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მხრიდან. მაგრამ ეკა კუპატაძის მიერ ჩატარებულმა აქციებმა გამოიწვია ფურორი, საზოგადოება გამოფხიზლდა, რამოდენიმე დღის განმავლობაში ეკა კუპატაძეს წერდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შენ გვერდში ვართ მთელი საქართველო და უბრალოდ მოქმედმა რეჟიმმა შექმნა ახალი ირინა ენუქიძე, რომელმაც მოახერხა და მისი შვილის საქმეზე ელემენტარული ეფექტური გამოძიება ჩაატარებინა საქართველოს პროკურატურას. როდესაც პატივცემული ქალბატონი ეკა 1 აპრილს ჩვენთან ეთერში ბრძანდებოდა, რამოდენიმე ათეულობით ადამიანმა დამირეკა და ითხოვდნენ, რომ ეს გმირი ქალბატონი, დედობის ეტალონი, ქალბატონი ეკა ყოფილიყო ხშირად ჩვენი სტუმარი, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც უყურებენ ამ ქალბატონს, უჩნდებათ თვითონაც ბრძოლის სურვილი და იმ გმირობის სურვილი, რომელიც ეკა კუპატაძემ ჩაიდინა. ქალბატონი ეკა დღეს მოგიწვიეთ თქვენ ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნით, ვინაიდან ბევრი ადამიანი არის აღფრთოვანებული ის, რაც თქვენ გააკეთეთ. ეს არის დედობის ეტალონის საქციელი, რასაც თქვენ აკეთებდით და რასაც მომავალში დარწმუნებული ვარ გააკეთებთ. თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი,
მე ვერ ვიხსენებ ირინა ენუქიძის შემდეგ ქართველ დედას, რომელსაც ასე ებრძოლა თავისი შვილის უფლებებისათვის და მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, როგორც იგივე ქართველმა, იმიტომ რომ არა თქვენი ბრძოლა, ის დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც აციოკებდნენ, ატერორებდნენ ახალგაზრდებს და ჩვენ ვნახეთ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები, თქვენ კარგად იცით, რომ ეს სავარაუდო დანაშაულებები არ გაიხსნებოდა და ყველა ეს დანაშაულე გააგრძელებდა ალბათ ჩემი აზრით თავის დანაშაულების საქმიანობას და თქვენაირად ვინმე ხმა მოეღო როდესაც მოხდა სავარაუდოდ პირველ თავდასხმა, არა ჩვენ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ვნახეთ, დღეს კი გავალიანი იქნებოდა ცოცხალი. ამიტომ თქვენ კი გავალიანს ვეღარავინ ვერ გაგიცოცხლებთ, მაგრამ თქვენი ბრძოლით ათობით ადამიანი გადაარჩინეთ სიცოცხლეს. ქალბატონო ეკა, გთხოვთ მოახსენოთ ჩვენ მაყურებელს, რომელიც მოუცვლადელოდა თქვენს სტუმრობას და მე აღარ გაგაწყვეტინებთ, ეს ეთერი იქნება თქვენი. რას აპირებთ თქვენ, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და დღესდღეობით მინიმალურად თუ მაინც სრულდება თქვენი მოთხოვნები პროკურატურასთან მიმართებაში. მოგესალმებით ბატონო ზაზა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მე თქვენი ნათქვამის სიტყვიდან გავაგრძელებ ჩემს სათქმელს. თქვენ ბრძანეთ რომ ირინე ენუქიძის შემდეგ აღარ გახსოვთ ასეთი დედა და მე ასე ვიტყოდი აღარც გენახოთ ასეთი დედა, როგორც მე და ქალბატონი ირინე ენუქიძე ვართ. ყველა დედას ღმერთმა უცოცხლოს შვილი დიდხანს და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, მე მართლა სერიოზულად ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ საზოგადოებისგან, ამიტომ მე მინდა რომ ამ ბრძოლაში მე ჩემი შვილის საქმისთვის ვარ მახვილი და მინდა სხვისი შვილებისთვის ვიყო ფარი. და აღარ მომხდარიყოს ასეთი ტრაგედიები საქართველოში. თქვენ იმდენი ადამიანი გადაარჩინეთ სიცოცხლეს, ქალბატონო ეკა, რომ მთელი საზოგადოება არის აღფრთოვანებული თქვენს აქციებთან. დიახ, ენით აღუწერელი ტრაგედიაა და ახლა ზუსტად მაგას ვიტყვი ბატონო ზაზა, რას თქვენ ამ წუთში ბრძანეთ, რომ ეს არასრულწლოვნები, ვინც ჩარეულია გიგას საქმეში, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სახით, ზოგიერთი შეუტყობინებლობაზეა, ზოგიერთი წამქეზებელია, ზოგი შემსრულებელია, ზოგი მომზადებელია, დანაშაულის ყველა არის პირსისხლიანი მკვლელი და მართლა თავიდან ეს გადაჭარბებული მეჩვენა, იცით რომ მეთქი მე საზოგადოებამ ძალიან აღმატებულ ფორმაში ხომ არ შემაფასადგო და არა საზოგადოება ბრძენია თურმე უფრო კარგად მიხვდნენ რა სერიოზულ ვიღაცას დავეჯახე. იმიტომ რომ ზუსტად ამ არასრულწლოვნების უკან არიან მშობლები და დღეს მე გაოგნებული ვარ, არიან დღევანდელი დღით, არიან მშობლები, რომლებმაც შეუკვეთეს თავიანთ თავს, რომ ასეთი შვილები ყოლოდათ. ვერ გაზრდიდნენ ისინი სხვაგვარად სხვანაირ ადამიანებს და ამ წუთში ახლა ერთ-ერთ იცით რომ ყველგან ყველა კომენტარს ვკითხულობ და ერთ-ერთ ქალბატონს უპასუხე მაგ რომ მოვდიოდი. ადრე თქვა ჩემმა ძმამ ერთი თვის წინ რომ ეს ბავშვები სადღაც მეცოდებიან კიდეცო რომ ასეთი მშობლების გაზრდილები არიან, ესენი რომ ნორმალურ ოჯახში გაზრდილიყვნენ, შესაძლოა ასეთები არც ყოფილიყვნენ და იცით ხინჯი მქონდა გულში რომ კოტე ძამო ეს როგორ თქვი გიგას მკვლელები როგორ შეიძლება შეგეცოდოს თუნდაც ახალშობილიც. მე უკვე ისე ვარ იცით გამწარებული ამ უდიდესი ტრაგედიით, მაგრამ ეხლა მე მივხვდი რომ ეს იყო მართალი და იმ ქალბატონსაც ასე ვუპასუხე რომ ეს ბავშვები მსხვერპლები არიან თავიანთი მშობლების. რატომ ამბობ ახლა ამას? იმიტომ რომ ყველას ახსოვს პროკურატურის წინ მოშიმშილე მდედრი არსება. ჩვენ რომ პროკურატურის წინ აქცია ჩავატარეთ და მე მომდევნო კიდე 7 იანვარს ჰქონდა დაანონსებული, ჩვენ ის აქცია შევწყვიტეთ, იმიტომ რომ დავინახეთ რომ პროკურატურა საქმის კეთება დაიწყო. სწორ რელსებზე გამოძიების მინიმალური სტანდარტების დაცვა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში ისე იყო ჩაფარცხული ყველაფერი, მეც ვეღარ იზამდი. ფიზიკურად მაგაზეც ვისაუბრე. გაზრახულობა. დიახ, კლასიკური გაზრახულობა. დიახ ბატონო ზაზა და მე ახლა მაგ ჩაფარცხვის მასალების დეტალებს დავუბრუნდები. იმდენად ურცხვად გამოვიდა ეს მდედრი არსება, რა ვქნა ახლა ვერ უწოდებ ქალს, უნებურად რო წამოწდება ის სიტყვას მე რო უკანი მაქვს ხოლმე. იმდენად ურცხვად რომ 17 იანვარს ნოქონდა ჩვენ აქცია 17 იანვარს დაიწყო. ჩვენ დავაანონსეთ ჩემი შიმშილობით დაიწყო.
ყველაფერში პარალელსავლებდა ჩემთან. მე პროკურატურის წინ 18 ნოემბერს ვთქვი, რომ 30 წელი ღირსეულად ვემსახურე ჩემ სახელმწიფოს თქო და არ მინდა რომ ამ ჩემი სახელმწიფოს სახელით მელაპარაკებოდეს ლუკა გამყრელიძესნაირი პროკურორები მეთქი და გაიმეორა ეს 30 წელი ჩემი ქმარიც ემსახურა პარალელებს ავლებდა ყველაფერს ჩემთან და ისე მოქმედებდა და ახლა რატო გავიხსენე ეს ქალბატონი წუხელ გვიან ღამით ნახე მისი მესიჯი ჩემს ტელეფონში. აი ხომ ვთანხმდებით ყველა რომ ამათგან არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს. მაინც ყოველჯერზე ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას. მრავლის მომსწრე გავხდი 1 ოქტომბრის შემდეგ 53 წელსა ვარ და 52 წლის მანძილზე მე არ დამიგროვებია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ისეთი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდი და ბევრი მესა მქონია შეხება და მე ამხელა გამოცდილება რაც ახლა დავაგროვე სამწუხაროდ და მე 7 თვეში არ მქონია და ჩემი გაკვირვებაც კი მოახერხა ამ დედრმა არსებამ მართლაც წერს რომ მინდა მოვიდე შენთან, უნდა შეგხვდე და ეხლა დეტალებს არ ჩავშლი და უნდა შეგხვდე როგორც დედა დედას. ჯერ ერთი როგორ კადრულობს და 23 წლის არის მისი შვილი. 17 წლის უკვე სამჯერ ნასამართლები იყო. და როგორ კადრულობს და იმისი და დემეტრე ჩიკოვანის უფროსი შვილზე მაქვს საუბარი გიორგი ჩიკოვაძე. შემდეგ მეორე დემეტრე ჩიკოვანი გიგას მკვლელობის მკვლელობაში ერთ-ერთი ფიგურანტი. და იმათი დედა როგორ კადრულობს და ჩემი შვილების დედობასთან პარალელს როგორ ავლებს. თან მნიშვნელოვანია ერთი რამ. სასამართლო პროცესზე წინა გაბაშვილი რიკაძის შემთხვევაშიც ჩემი როგორც მოწმის დაკითხვა არ მოისურვეს. შესაბამისად ჩემს სიტყვას იქ იურიდიული ძალა აღარ ქონდა, ხომ? და მარტო შეეძლო მოსამართლეს მოესმინა ჩემთვის როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია. და გაეთვალისწინებინა მე სასჯელის შეფარდების დროს. დიახ, აი ასეთივე როლი აქვს ახლა ჩემს სიტყვასაც ჩემს სიტყვას ამათ საქმეშიც. ამათაც უნდა ოცნეს ჩემი ჩვენება აღარ აინტერესებდა ეკაკუპადაძის მოსმენა და სახლში რა ვიჭორაოთ? ყავა დავლიო იმასთან ერთად ყავაში ჩამიხედა, ვერ ხვდები, რისთვის მომოვიდა ჩემთან. ეს ერთი და მე კიდევ თუ კი ყველას ახსოვს მისი სიტყვები, იმიტომ რომ ამას გამუდმებით იმეორებდა და მოსაბეზებლადაც აი გაგების დონეზე გავიგეთ რომ უწერდა უკვე ხალხი, ამბობდა იმას რომ ეკაკუპადაძის შეკვეთილი ბრალით დაიჭირა პროკურატურამ ჩვენი ბავშვებიო. მე მაინტერესებს მართლა გულწრფელად მაინტერესებს და არანაირ პროვოკაციაზე ახლა არ მივდივარ. თუ კი ეკაკუპადაძემ ჯერ ვის დავეკარგე, ხო? და თუ კი ეკაკუპადაძემ შეუკვეთა სახელმწიფოს ბრალი, აი ამდენი მაშინ იმ ბრალს შეუკვეთავდა რაც მოხდა, განზრახველობა. დიახ, ჯერ ერთი მაგას შეუკვეთავდა. დიახ, ბატონო ზაზა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს. ჯერ იმას შეუკვეთავდი, მეორეც დაუშვათ და მაგდენი ვერ გავიაზრე. დაუშვათ და მართლა ბრიყვი ვარ და მგონია რომ ეს არის უბრალოდ სხეულის გაზამძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია და ასე შემდეგ და მაშინ სად არის ახლა ეს ხალხი? რატო აღარ აინტერესებთ ის რომ მოსამართლის წინაშე კედელთან მიმაყუდონ და კითხებით ამავსოს მათმა ადვოკატებმა თუ კი მე 10 არასრულწლოვანი გამზადებული ხო უკვე 5 დაჭერილია 5 კიდევ გამზადებულია და ამ 10 არასრულწლოვანის ბრალს როცა უკვეთავს ეკაკუპადაძე არ აინტერესებთ იმათ ადვოკატებს რომ მოსამართლესთან ტყავი გააძრონ ამ ეკაკუპადაძეს და არ უნდა მოусმინონ, მაგრამ სითავხედესაც არ ხარ, აი არაფერს მათთან საზღვარი არ აქვს. ქალბატონო ეკა მე გეტყვით ახლა რატომ? თავიდან თქვენ გირტყავდნენ იმიტომ რომ ამ სავარაუდო დამნაშავების ვინაიდან ჯერ განაჩენი არ არის ბრალდებულების საქმეზე ყველა მიცოდა რომ ჩატარდებოდა არაეფექტური გამოძიება. საქმის მასალებში არის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ როგორ ეკავდნენ ვიღაცის პოვნის მიზნით პოლიციის დაწესებულებაში. ხო ესეა ქალბატონო ეკატერინე? შემდეგ შემთხვევის ადგილი არ დაათვალიერეს და შემთხვევის ადგილიდან არ მოიღეს ხურსასმენი. რატომ არ მოიღეს ხურსასმენი? აი შერლოკ ჰოლმსის რომა ის რომ გავიხსენოთ პერსონაჟი და იმის მეთოდებით ვისაუბროთ,
იმიტომ არ მოიღეს, რომ ეს დაადასტურებდა იმას, რომ გიგა ვალიანს მოულოდნელად ვერაგულად დაესმენ თავს. განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ მომენტში გიგა ვალიანი მუსიკას უსმენდა და მან შეეძლო ამ თავდასხმაზე რეაგირება. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს საქმე იყო გაფუჭებული. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ საქმეზე არაფერი აღარ მოხდებოდა. მაგრამ როცა თქვენ აიძულეთ პროკურატურა რომ ჩხრეკა ჩაეტარებინა რამოდენიმე სავარაუდო დამნაშავის საცხოვრებელ სახლში და ამოვიდა ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც ალბათ თვითონ პროკურატურაც არ ელოდებოდა და საზოგადოებამ ნახა შემზარავი კადრები, ეხლა მიხვდნენ რომ ეკა კუპადაძე თურმე მართალი იყო და ეხლა გადაწყვიტეს სხვა მეთოდებით თქვენთან მოსვლა. ამიტომ იმიტომ გირტყავდნენ რომ ესენი დარწმუნებული იყვნენ რომ აქ ამოძიება არ ჩატარებულიყო. ის ლუკა გამყრელიძემ ლამის კიბეზე დაგაგორათ, ხო? დიდუბეთ ჩუღურეთის პროკურორმა და დღეს ისო პროკურორია. და მე ვეკითხებ არის და აღარ იქნება ბატონო ზაზა, მე არავის არ დავზოგავ, არავის არ დავზოგავ. ჩვენ გვაქვს შეტანილი საჩივარი იაკუტ ალახაძეზე. გავა 3 თვე მალე, მეოთხე თვე არის, გავა 6 თვე და თუ ელემენტარულად ეს ადამიანები არ მეციან პასუხისგებაში, ქალბატონი ეკა მზად არის რომ საქმე შეიტანოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და როგორც სააკაშვილი იხდის საჩევს დღეს ირინა ენუკიძის იმ უთვალავი საჩივარის გამო და იმ სიბინძურების გამო რაც გრიგოლიანთან მიმართებაში ჩაიდინეს, ასევე თუ პრეზიდენტი საჩევს იხდის, ლუკა გამყრელიძე ვერ მოიხდის საჩევს ან კუპრაშვილი, ან იაკუტ ალახაძე ვერ მოიხდის საჩევს, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე. ამიტომ მათ მფარველებს მინდა უთხრა, ეკა კუპადაძე არ გაჩერდება. არავითარ შემთხვევაში. მისი მეგობრები არ გავჩერდებით, მისი ადვოკატები არ გავჩერდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ იყოს ეს საქმე ბოლო ამ ქვეყანაში, როგორც ქალბატონმა ეკამ ბრძანა, რომ ახალი ირინა ენუკიძე და ეკა კუპადაძე აღარ დადიოდნენ ამ ქვეყანაში. აი ეგ მინდოდა ქალბატონი ეკა მაგიტო დარწმუნებულები იყვნენ, მაგიტო გითხავდნენ. დიახ, ბატონო ზაზა, თქვენ იმდენი რამე თქვით, ყოველ ჯერზე იქ რაღაც თქვა მინდოდა და ვიტყვი ახლა ყველაფერს. უბრალოდ არა, პირიქით, კარგია ბატონო ზაზა, ეს მე ზუსტად ისეთ რაღაცებს მეკითხებით, რომ ის ზუსტად აუცილებელია მაგ ყველაფრის გაჟღერება, იმიტომ რომ მე თუნდაც ჩემი პოსტები, თუნდაც იმ ჩემი ინტერვიუებით სულ სხვა მიმართულებით მივდივარ ხოლმე და ზუსტად ეგ საკითხები, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, ზუსტად ეგ საკითხები არის ბუნდოვნად საზოგადოებაში და ეგ უნდა გაიშალოს და მადლობა მაგ კითხვებისთვის. მე გეტყვით იმას, რომ მარტო ეკა კუპადაძე, მარტო ეკა კუპადაძის მეგობრები, მარტო ეკა კუპადაძის ოჯახი და მარტო ეკა კუპადაძის ადვოკატები არა. მე ვფიქრობ, არც პროკურატურა არ გაჩერდება და გეტყვით ახლა რამაძებს ამის თქმის უფლებას. ქალბატონმა ქეთისონიძემ დასკვნის სიტყვაში მე 3 სასამართლო პროცესზე ვიყავი, ერთი როცა მე თვითონ ვიყავი სასამართლო პროცესზე, შემდეგ დასკვნის სიტყვა როცა პროკურორმა თქვა და ერთი კიდევ სასჯელი განაჩენის გამოცხადების დღეს და ქალბატონმა ქეთისონიძემ თავის დასკვნის სიტყვაში ასეთი რაღაც თქვა, რომ ეხლა ხო ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ქეთისონიძეს არაფერი არ გაპარვია იქ, შემთხვევით აწონილი, გაზომილი და მიზანმიმართული ნათქვამი ქონდა ყველა სიტყვა, ყველა წინადადება და ზუსტად იცოდა, რომელ წინადადებას რა ძალა ქონდა. და ასე რომ ის უბრალოდ გაეპარა ქეთისონიძემ და გამოიჭირა ვიღაც ეკა კუპადაძემ, ასე არ არის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პროკურატურაც დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გაჩერდება, თორემ აგერ ვნახოთ მე და თქვენ ერთად და ამ ეთერიდან გავაჟღეროთ მე იმ იაკუტ ალახაძეების ამბავიც. ასეთი რაღაც თქვა იქ ქალბატონმა ქეთისონიძემ, რომ გიორგი რიკაძის დედა თინათინ პაპასკირი სახლში აქვთ დამონტაჟებული ფარული მოსასმენები პოლიციას და პროკურატურას და იქ ეუბნება თინათინ პაპასკირი დედას. დამირეკა ხათუნა გოცირიძე, ხათუნა გოცირიძე არის ალექსანდრე გაბაშვილის მამა. დამირეკა ხათუნა გოცირიძემ და მითხრაო, რომ პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო. ხედავთ, ჩხრეკაზე პოლიცია მიდიოდა და უკვე იცოდნენ იმგენმა და მე დარდობდა, რომ ამ ნივთების გადაყრას და მოცილებას ვერ ვახერხებო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას კი არ დარდობდა მის შვილს ეს ნივთები რატო ქონდა, აქ არის
ნეონაცისტების რაღაცა სიმბოლიკები მოთავსებული აქვს ცელოფანში გადასაყრად გამზადებული და ვერ მოასწრო გადახრა. იმას კი არ დარდობს, რატო ძალადობდა მისი შვილი ვინმეზე. იმას დარდობდა გიორგი რიკაძის ბებიაც კი, დედის დედა, რომ შვილო ამ ვიდეოებს რატო ინახავთ ტელეფონში, საშიშია ესო. ბაბუამაც იცოდა, ყველა დასაჭერია. თქვენ მე კი მითხარით ერთხელ რომ არ არის კანონი ლოიალური, მაგრამ არის. ზედმეტად ათამამებს და ათალხედებს დამნაშავეებს კანონი. ქალბატონო ეკა, ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება რო ჩატარებული იყო, 20-მდე ადამიანი დაჯდებოდა საბრალოდ. ეხლა იცით ამას რატო არ ჩაატარეს. მე იცით რატო ხა ძალიან გადახვდი, მაგრამ ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ვიცი რომ ოჯახის წევრებს უფლება აქვთ რომ არ დააბეზღონ მათი ოჯახის წევრები. სოფლიოში ყველგან ესეა. არ შეიძლება. არა, როგორ არ შეიძლება? არ შეიძლება ხა დედა შვილი წინააღმდეგ ჩვენება მიაწევს. ხომ ესმის, მაგრამ მის შვილი როსხის სიმკვლელია. ქალბატონო, ყურე, ეკა დედას შვილი წინააღმდეგ ჩვენება არ უნდა მიაცემენო. ამიტომ არის სახელმწიფოში პროკურატურა, რომ მან უნდა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, რომ დედის ჩვენება არ დაჭირდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, 2 თვის შემდეგ რომ ჩაატარეს ჩხრეკვა რა მოიხეს, 2 თვით ადრე რომ ჩაეტარეს მაშინ აიგებს ცხელკვალზე. აქედან გამომდინარე, როცა სახელმწიფო თავის ადგილზეა, ხლა მეს რა სახელმწიფო ვარ, თუ მე დედის ჩვენება დამჭირდება რომ მიშვილი დავიჭირო. როდესაც მკვლელი სავარაუდო მკვლელები უსაფრდებიან ბავშვს, ელოდებიან გიგავალიანს, იმ დღით ვერ მოახერხეს სისულეში მოყვანა. შემდეგ კიდევ უსაფრდებიან და რომ მიდის გიგავალიანი მისდევენ ჩუმად და ეს არ არის განზრახულობა თურმე. აი ეს რო ყოფილიყო განზრახულობა, რომ მომხდარიყო ჩხრეკვა, რომ არავის არ ცოდნოდა მათ ოჯახში ჩხრეკვა რო ტარდებოდა, არავის ჩვენება ქალბატონი. ეხლა იმიტომ ჭირდებათ ჩვენებები, რომ საქმე გაფუჭდა. ჩვენ ადვოკატებმა ვიცით, ეხლა საქმე როცა ფუჭდება, მაშინ არის უკვე ჩვენებები საჭირო. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ ქალბატონო ეკა, ეფექტური გამოძიება რო ჩატარებულიყო, 20-მდე პირი დაჯდებოდა საბრალდებო. დიახ, ბატონო ზაზა, ახლა ნამდვილად მივხვდი, მადლობა რომ ეს მითხარით, მე ვარ სუბიექტური, რა თქმა უნდა და გასაკვირი ის იქნება რომ არ ვიყო სუბიექტური. თქვენ ბრძანდებით ძალიან ჭკვიანი იურისტი და ზუსტად მივხვდი ახლა მაგ ყველაფერს, რატომ არ არის აბსურდი. თუმცა იცოდა ბაბუამ და ამას ვაპროტესტებდი შინაგანად. ბაბუამ იცოდა რომ ნეონაცისტი იყო მისი შვილიშვილი, ბებიამ იცოდა ეს ყველაფერი, რომ ძალადობდა მისი შვილიშვილი, დედამ იცოდა ეს ყველაფერი. და პოლიციამ და მაშინ როცა რამდენიმე მეტრში სადღაც იქვე, სადაც ეს ჩხუბი მოხდა, რამდენიმე მეტრში პოლიცია იყო, პოლიციას ჰქონდა ამის ცოდნის ვალდებულება. დიახ, მართალი გძანდებით და უკან იმათ ჩემი სიტყვები მართალი გძანდებით. მოგეღოთ, ხო იცოდნენ. შემდეგ ეს სავარაუდო დანაშაული ხო მოხდა. ხმარო არ ამოგეღოთ, ხო? ეს ხო გაგრძელდებოდა. გაგრძელდებოდა, აუცილებლად მოძლიერდებოდნენ, კიდევ გათამამდებოდნენ. აი სულაც მოკვდა და მე ვინ რა გვითხრა, მაპატიეთ და იბლატავებდნენ მე თავის გოგოებთან. რო ნახე, ჩემი გოგო ძმდამ დაცული უნდა იყო. ალახაზე რომელված ჩემი აზრით ამ საქმეში ჩაიდინა სავარაუდო დანაშაული და მტკიცებულება სავარაუდოდ დამალა. იაგოთ ალახაძე ლაპარაკია ფოტოზე თქვენ რომელზეც ამბობდით რომ მას ჰქონდა ფოტო და მეორე როდესაც რამოდენიმე დღის შემდეგ სავარაუდო მკვლელობის იარაღი იპოვეთ რომელიც ადასტურებდა რომ აქ იყო კლასიკური განზრახულობა იაგოთ ალახაძემ თქვენ ახლობელს უთხრა რომ ხელში დაეჭირა ეს ქვა და მტკიცებად მოადერდა ისა დააჭერინა ხელში ხელი მოაკიდინა რომელიც შემდეგ უარგიც გახდა ხო ანუ თქვენ ბრძანეთ მათ ქალბატონ ეკა რომ პროკურატურა არ გაჩერდებაო ყურეთ დეკემბერში შევიტანეთ საჩივარი პროკურორ კუბრაშვილზე რომელიც ადასტურებს რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის თანახმად რომელიც იყო არაკონსტიტუციურად ცნობილი თქვენ დადგენილებაში ეს გამოიყენა და უარი გითხრა დაზარალულ მხარესო არ მოგცემო შენი მოკლული შვილის სისხლის სამართლის მასალებს იმიტომ რომ ჩაგეხედათ ამ საქმეში და გქონოდა თქვენი პოზიცია ხო ანუ ამ საქმეზე ამ ადამიანის ბრალდებას ხო ჭირდება მაქსიმუმ 72 საათი გასულია 4 თვე აი რომ მეუბნები პროკურატურა არ გაჩერდება იაგოთ ალახაძეზე ხო ვიცით ჩვენ არის ჩვენება რომ მტკიცებულებაზე ხელი მოაკიდინა ხო როცა ჩატარდა რა ქვია
შემთხვევის ადგილი დათვალიერება, შემთხვევის ადგილი კანონის მოთხოვნით თანახმად არ არის დათვალიერებული. ანუ ამ საქმეზე პროკურატურას უნდოდეს პროკურორის ელემენტარული დასჯა. ეხლა პროკურატურაში ისა ხო არ დარჩებოდა და სიცხვის სამართლის საქმეებზე გამოდის. უკვე მეოთხე თვეა. ამიტომ მე თქვენ პათოს არ ვიზიარებ, პროკურატურაში გადაწყვეტილი აქვს, რომ ტალახაძეს და კუპრაშვილს არ შეეხნენ და იმ ლუკა გამყრელიძეს. ჩვენ მოგვიწევს მაგაც წინააღმდეგ ევროპის ადამიანთა სასამართლოს. დიახ, მე შეუვალი ვიქნები. წლის ბოლოს ხო მე ხო ხშირად გიწევთ, რომ დავждებით ეს საქმე რომ დამთავრდება, პროკურორი კუპრაშვილი კიდე იქნება სასამართლოში და თავის საპროკურორო უფლებამოსილებას განახორციელებს. ანუ პროკურატურაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ არ შეეხონ. აი მე გეუბნები და თქვენ კონდეთ იმედი. ნახოთ, მე რო შეუვალი ვიქნები, ამას თუ იმები არა, სტრატეგიულად ჩიტავთ მაგათ საქმეებზე ჩვენ. და უბრალოდ მე ძალიან ბევრი ადამიანი მიემატება მაგ ბრალდებას, ვინც ხელს აფარებს. მე მაქვს გარკვეული ვერსია. ბატონო ზაზა, იცით რა ვერსია მაქვს? აი ამ მე ვფიქრობ, ასე ფიქრობს პროკურატურა, ზოგადად არ ვამჟღავნებ ხოლმე წინასწარ რა შეიძლება აკეთებდეს პროკურატურა. თქვენ რაც არის ის თქვით. მე ვფიქრობ, მე თითქოს ხვდები პროკურატურის გეგმას. რა გეგმა აქვთ? თითქოს ხვდები, იმიტომ რომ მარტო ფიქრი კი არ მაქვს, ვაკვირდები მათ ქცევას და მაშინ ეთერს მიღმა ამაზე ვისაუბროთ. არა, გასაგებია, მაგრამ მაშინ პროკურორი კუპრაშვილი ელემენტარულად საპროკურორო უფლებამოსილებას სასამართლოში არ უნდა ახორციელებს, გალბატონეკა, თქვენსაც შორის შემდეგ. არ ვიცი, ხა, ჩემი სუბიექტური აზრია შეიძლება ეს, მე უფლებადამცველი ვარ, ისინი პროკურორები არიან, მაგრამ როდესაც მე ვხედავ, როდესაც პროკურატურა განზრახ აფუჭებს სიცხლის სამართლის საქმის გამოძიებას და არ ატარებს ეფექტურ გამოძიებას და არაფრად აკდებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, აი ბოლო გადაწყვეტილება იყო მაჩალიკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ, სადაც დაზარალებულ მხარესთან მიმართებაში პროკურატურა იყო საკმაოდ მოქმედებდა უკანონოდ და ევროსასამართლომ თქვა, რომ კონვენციის მეორე მუხლი, ანუ პროცედურული ნაწილი, რომ ელემენტარულად დაზარალების უფლებები არ იქნა დაცული, ეს სახელმწიფომ დაარღვევა ეს კონვენციის მეორე მუხლი ეს მაჩალიკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ ჯდება იმაში, რაც გააკეთა პროკურორმა კუპრაშვილმა. ამიტომ მის მიმართ საგამომწვევ მოქმედების განხორციელებაში პროკურატურას ხელს არავინ არ უშლის. ამიტომ მე არ ვიზიარებ თქვენ პათოს, რომ პროკურატურა ამ საქმეზე ეფექტურ გამოძიებას ბოლომდე ჩაატარებს. ნახოთ, თუ მე შევწდები, მე ეს მიხარია. რატო იცი? რომ მე მინდა ერთ საქმეზე მაინც დადგეს სამართლიანი ხო მართლა რა გვიკლავენ ასეთ გაზრდილ შვილებს ეს ვიღაცა პირსისხლიანი მკვლელები დღეს გაბაშვილი რიკაძია და ხვალ სხვა იქნება ხო და სირცხვილია მართლა სახელმწიფოზე რომ მე სამართლის ნათხოვარი ხვდებით იცით სირცხვილია მე გავიზარდე პედაგოგების ოჯახში, ხლა რამოსატანია ეს პარალელი ამასთან, მაგრამ მამა წლების განმავლობაში იყო დირექტორი. მეც ასევე გახდით მასწავლებელი. ვეკუა სკოლა დაამთავრე ჩემმა შვილებმა და ვეკუა სკოლაში მუშაობდა კოტე. არც ჩვენ გამოგვიყენებია იმ პატარა ვიწროსფეროში სკოლაში. ჩვენ დედის და მამის შვილობა და არ ჩვენს შვილებს გამოუყენებია ჩვენი შვილობა. და არ უნდა იკადრო ნებისმიერ პოზიციაზე, რადგან არ უნდა იყო, რომ შენ თუ ვერ გაზარდე, შენი შვილი და იქ დააშავე, მერე შენს დამნაშავე შვილს, შენი რაღაცა მახინჯი გავლენებით ხელი დააფარო. ეხლა ამას რატო ვამბობ? ამ ყველაფრის თავი და ის შეცდომაში შეიყვანა და ისე შეყვანისიც არ მჯერა კიდე ვერავინ ესადვე შეგიყვანს თუ არ შეყევი საქმეში. მე აქეთ საქმე გასაკეთებელი რომ მქონდა ძალიან ცუდი რაღაცა უნდა თქვა შვილს არ ჩავყევი მიწაში. რომ არ მეცალა იმისთვის და საქმე რომ დამიტოვა აქეთ ჩემმა შვილმა და ვინ დამაჯერებს ეხლა რომ არ უნდა და იაგო ტალახაძეს და ნახეთ ახლა საით მივდივარ და რომ მერაბ მალანიამ შეაცდინა. სინამდვილეში მერაბ მალანია მაგათი მინისტრის მოადგილე ხომ იყო და მერაბ მალანიამ გახლია ესენი ყველანი შარში მერაბ მალანიას გაფუჭებული საქმე ეს ყველაფერი მისი ჩაფარცხული საქმე ეს ყველაფერი მე დეტალებს გეტყვით ახლა ამასი ეჭვი არასდროს არ შეპარვია პირველად სიტყვის სახელი და გვარი მერაბ მალანია პროკურატურას მივაწოდე მე
აი ამ ახალ პროკურორებს მე მივაწოდეთ, რომ არსად ნახსენები არ იყო მერაბ მალანია, ის ეყავდა გამქრალი საერთოდ ლუკა გამყრელიძეს, მიხეილ კუპრაშვილს თუ იაგო ტალახაძეს თუ ზაზანოზაძე გამომძიებელი იყო ამ საქმის და რომელს ხარდა მიჩქმარული კაცმა არ იცის. მე სულ ვამბობდი, რომ 29-დან გაჩნდა, აი მერაბ მალანიაზე კიდევ ვიტყვი, 29-დან გაჩნდა მიმოწერა საქმეში ნასყიდაშვილსა და გაბაშვილს შორის და იცით როგორ გაჩნდა? შეიძლება 29-დან არა, პირველიდან გაჩნდეს, ხო, როცა გიგას უკვე დაარტყეს. ან თუნდაც 4-5 რიცხვიდან მე რა მშობა გროდის მიიღო მან ცნობა ამის შესახებ, მაგრამ ფაქტი არის უკვე იქ, რომ უკვე ინფორმაციას ფლობდა ნასყიდაშვილი და როცა ინფორმაცია მიიღო ნასყიდაშვილმა გიგავალიაზე, იქედან რატომ არ დაიწყო საქმის მასალებში, იქედან რატო არ დეს მიმოწერები? ამაშია საქმე. იმიტომ არ დევს, რომ მანამდე ფიგურებს მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია. იმიტომ რომ გიორგი მალანიასთან გავიდა 28-ში ეს ალექსანდრე გაბაშვილი. შემდეგ თუ კი ეს სტანდარტი აიღეს, რომ მოდი 29-დან გავაკეთოთ ყველაფერი, მაშინ ჩიქოვანსა და გაბაშვილს შორის მიმოწერა რატო იწყება 28-დან? იმიტომ რომ იქ არსად არ არის ნახსენები მალანია და იმიტომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არის მერაბ მალანიას სინდის ნამუსზე და იმიტომ ვთქვი, რომ ვერ გაზარდა შვილი, ამით დაუშავა ეკაკუპატაძეს, გაამწარა, გააუბედურა, შვილი მოუკლა და დაუშავა ასევე მის შვილსაც. ახლა რომ ის ხელს ახლა რომ ის მის შვილს ფარველობს, ამით შესაძლოა უფრო მეტად უშავებს, ვიდრე წარსულში რაღაცა შეცდომები, მოდი თუ კიდე დანაშაული არ დავარქვა და რაღაც შეცდომებით გაიქცა შვილი ხელიდან. ახლა უფრო მეტად უშავებს, როცა ამ საქმეს ფარცხავს. კიდე რატო ვარ ასე ძალიან დარწმუნებული მერაბ მალანიაზე, იცით? იმიტომ რომ 8 ოქტომბრის ღამის 10-20 წუთამდე ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას. და ბოლო ამ ზარის დროს, ეხლა იქ მიმოწერაც არის მე რომ ვერ გესაუბრე, იმიტომ რომ ქუჩაში ვიყავით ვაკასთან ერთად და ჯერმანამდე მოიშველია რომ ჭამ საჭმეს და ამ შემდეგ და როგორც ჩანს ამ დროს ეს ბავშვი უკვე სახლშია, ოჯახმა შეამჩნია ეს ხშირი და უხერხული საუბრები ვიღაცასთან, ან შესაძლოა ოთახიდანაც გადიოდა და შემდეგ კითხა მამამ და უკვე 9-ში გაიხსნა საქმე. ეხლა ვინ დამარწმუნებს, ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ არის თან ოპერატიული ზარით გაიხსნა. ეს არ არის მერაბ მალანიას ჩაწყობილი, ის უკვე მიხვდა რომ ვეღარ გაიქცეოდა, ამ სტრუქტურაში ნამუშევარი იყო და იცოდა ალბათ რასთან ქონდა, თან ამ კრიმინალური მიმართულებას ხელმძღვანელობდა და იცოდა უკვე რაც მოხდებოდა. 8 ოქტომბრის შემდეგ შეწყდა ალექსანდრე უცებ ეს სპონტანურად მოულოდნელად შეწყდა ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის ყველანაირი ურთიერთობა და 9-ში გაიხსნა საქმე ოპერატიული ზარით. დაალაგა ყველაფერი, მისი კონტროლის ქვეშ გაიარა ყველა მესიჯმა, იმიტომ არა მოიღეს ის ფეხსაცმელებით ეხლა იმიტომ არ ჩაატარეს ჭხრეკა და ყველაფერი მოკლედ ტელეფონი ქალბატონო ეკა იმ დონეზეა წაშლილი, რომ ვერ ხდება ინფორმაციის აღდგენა. კი, რამდენი ინფორმაცია ჩატარებულიყო, ეს ტელეფონები უნდა ამოღებულიყო, ყველა მიმოწერა უნდა გაშიფრულიყო და მე ვამბობ, რომ 20-მდე ადამიანზე შეიძლება გასულიყო პროკურატურა. კი, ახლა ხო ფაქტია, რამდენი დამნაშავე ამოვიდა უკვე, რამდენი ვინმე სოდრა. სავარაუდო დამნაშავე. რა ეს ადამიანები რომ დაკავებული იყვნენ არახუმანური ადამიანი მოპყრობით ადამიანების და ეს ხო არის ნაწილი ჩემი აზრით. იმ ვიდეოების რაც შეიძლება გაზრდილიყო და რაც შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო, რომ ცხელკვალზე მომხდარიყო ყველა მტკიცებულების ამოღება. რა დონეზე იყვნენ დარწმუნებული ქალბატონო ეკა დაუსჯელობით სიმდრომით, რომ წამების არახუმანური არადამიანი მოპყრობის ფაქტები ტელეფონში ინახავდნენ. ტელეფონში ინახავდნენ, სოციალურ გვერდებზე ტვირთავდნენ და ამით ესე საჯაროდ როგორ გითხრათ, არ მინდა ეს რაღაცა ჟარგონები გამოვიყენო, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი თავს იწონებდნენ. მაშინ მოდი ასე ვიტყვი, რომ არ მინდა ეს ბოლომდე წავიბეწო ლექსიკონი და რაღაც ჟარგონებით ვილაპარაკო, მართალია მათ ჩვეულებრივი აკადემიური ლექსიკონი ვერ მოვარგე და შევიცვალე მე სამეთყოლო ენა, მაგრამ ხო ესე
ამითი აბახობდნენ მე რომ ნახეთ თავისი ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრებით რაღაცა ფილმი ქონდა აწყობილი ალექსანდრე გაბაშის ზედ მუსიკა დადებული და შენახული ტელეფონში. იმენად უშიშრები იყვნენ. როგორც თქვენ ბრძანეთ, იმენად დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ ვერავინ ვერ დასჭირდა, რომ ისინი იყვნენ ხელშეუხებლები. პირიქით, იქეთ თავიანთ კანონებს, თავიანთ პრინციპებს და თავიანთ რაღაცა სულელურ აზრებს ახოვდნენ სხვა სამ ძალადობით. და იცით, მინდა გითხრათ, საწყის ეტაპზე, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, საწყის ეტაპზე რა ვიდეოებიც გაასაჯაროა პროკურატურამ, ყველა ვიდეოში სრულწლოვნებს სცემდნენ. და თითქოს მათ ჰქონდათ ასეთი მისია საკუთარი თავისთვის, რომ ვიღაც პედოფილებს უნდა დაუპირისპირდნენ. სიამოვნებაში ეს დაჭირდათ იქ იმ მომენტში, იმიტომ რომ სულ ყველა იყო სრულწლოვანი და ეს არასრულწლოვნები სცემდნენ. ამ დროს პროკურორმა ქეთი სონიძემ მე ბოლოს დასკვნის სიტყვაში ბოლოს მე ბოლომდე ვერ შევძელი იმის ყურება ახლა რო გითხარით რომ ამ თავის ძალადობების კადრებით აწყობილი ფილმი ქონდა გაბაშვის ტელეფონში თქო გაუშვა ეს ფილმი დიდ ეკრანზე და იცით იქ რა იყო 12-დან 14 წლამდე ფიზიკურად აი ამ ასაკის ბავშვი იყო ბავშვი ხომ ვერ იქნება პედოფილი ხომ ბავშვი სასიკვდილოდ სცემეს სასაფლაოზე და მიატოვეს იქ ნაცემი. ანუ ესენი იყვნენ იმ გოგოები სცემდნენ, რომელი გოგოა პედოფილი. ხო, გოგოები სცემდნენ სასიკვდილოდ სცემდნენ მართლაც. და ერთი სიტყვით ასე მოძალადეები ჩვენს თვალწინ იყვნენ, ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ და ვერ ვამჩნევდით. ჩვენს დამნაშავედ ბატონო ზაზა არ არის მარტო პოლიცია დამნაშავე და პროკურატურა, ჩვენს დამნაშავედ მართალია, მე არ მქონდა არანაირი ცნობა ამის შესახებ, თორემ აუცილებლად მე ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ყოველთვის გრძნობდი და ახლა ამ გამწერებულ მდგომარეობაში გრძნობ და არასდროს არ დავამშვიდობები ამ გრძნობას და სულ მექნება ჩემი მოქალაქეობრივი, მაგრამ პასუხისმგებლობა, მაგრამ ვიღაცას ხომ ესმოდა ვიღაცა ხომ ნახულობდა აქვე გეტყვით იმას კიდევ ერთ ვიდეოს რომ ეს იმ მაშინაც თქვი როცა სასამართლო იმიდან პროცესიდან გამოვედი რომ ორი ნაბიჯის მაღაზიაში სამი ნიღბიანი ეს რიკაძის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია სამი ნიღბიანი შედის მაღაზიაში გამოყავთ ვიღაც ერთი უცებ რაღაცას პროდუქტებს ღებულობს პიროვნება და უცებ ხაზზე ჩაავლებენ გაათრევენ გარეთ და მოლარი კონსულტანტი ცირთესეუნება მეორე ეს დაკეტეკარი არ შემოვიდეს. აბა ის კი რა მივეშველოთ, გადავარჩინოთ, ვიყვიროთ, იქნებ ჩვენ თუ არ შეგწევს ზალა, იქნებ სხვა მიეშველოს და გადაარჩინოს. და მეც არ მეგონა თუ ჩემს წესიერ განათლებულ, კულტურულ და ზრდილ თავაზიან შვილს ესეთი პირუტყვების ბრბო მომიკლავდა, მაგრამ შემეხო მე იმათი მომაკვდინებელი მუჭი. ამიტომ ყველას გვაქვს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ყველა ვაიძულოთ, არაკეთებს ხო პოლიცია, ხო აიძულე ეკოკუპატაძემ, ხომ შეძლო ეკოკუპატაძემ, გამონახეთ თქვენ თავში ძალა და შეძენით, აიძულეთ. თქვენ გაქვთ თქვენი ვალდებულება საკუთარი შვილების წინაშე, თქვენი ცოცხალი შვილების წინაშე, რომ ბედნიერი იცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში. მე ჩემი მოკლული შვილის წინაშე მაქვს ვალდებულება, თქვენ დიახ თანამოქალაქეებო, მე მადლობელი ვარ თქვენი, რომ თქვენს დროს იმ ერთ-ორ წუთს პარავთ და იქ მიმესიჯებთ, მაძლიერებთ მეც სტიმულს მაძლევთ, რა თქმა უნდა, მეტ გამბედაობას აძლევთ და შემართებას პროკურატურასაც, მეტი შიში აქვს დამნაშავეებსაც, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თქვენ სხვაგვარად სადაც კი რამეს დაინახავთ, ამოიღეთ ხმა. ხო, მე ბევრი სხვა რაღაცას მინდა ვთქვა დღევანდელი. ძალიან გამოდონება. დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე. ახლა განახლდა ჩიქოვანის და ნასყიდაშვილის პროცესები შეჩერებული იყო, იმიტომ რომ დემეტრი ჩიქოვანი ამ დიღმის ჩხუბებთან ასე ამბობხები დიღმის ჩხუბებს საზოგადოებაც ზუსტად გაიგო ზოგადად მუხლების ენით რომ არ ვილაპარაკო რაზე არის საუბარი
ისა დემეტრე ჩიქოვანი გაბაშვილთან და რიკაძესთან ერთად სამართლდებოდა, სასამართლოს ხდომები იყო ჩანიშნული ყოველდღიურად და ამიტომ აქეთ მერე ჩიქოვანი ნესყიდაშვილის საქმეში დრო უხვად გქონდა, ივნისამდე აქვთ მათ დრო და შესაბამისად პროცესები ცოტა ხნით ჩაყოვნებული იყო. ახლა განახდა სასამართლო პროცესები და ახლა აქ დაიწყო ამაზრზე მოქმედებები. ამ ყველაფერს მართლა ატანა ხო უნდა აი ადამიანურად მიკვირს რა საკეთებენ ქაბუტონებო? რასაკეთებენ და მე ვფიქრობ აი ამ ჯერ იმას ვიტყვი რომ აი ამ მერაბ მალანიას არც ამათი ადვოკატები არ დაზოგავენ, როცა მიხვდნენ რომ ეკაკუპატაძე შეუვალია, როცა ხედავენ რომ ქეთისონიძე შეუვალია და აქეთ არაფერი აღარ გამოუვათ, ახლა უკვე დღეს გაწურეს გამომძიებელი ზაზა ნოზაძე დახუნძლეს კითხვებით და სწორედ ის საკითხები იყო იქ გაშუქებული რომ რასაც მე ალბათ დასკვნის სიტყვაში გამოიყენებენ რომ სწორედ მერაბ მალანია წამოტივტივდება რომ მერაბ მალანიამ დაიწყო საქმის ჩაფარცხვა, მაგრამ მანამდე აი ამ მერაბ მალანიაზე ჩვენ სასაუბრო მე ვექნება. ხვა დაცვის მხარემ და მერაბ მალანიამ ჩაგაფარცხინა საქმე. არა, იცით როგორ იყო კითხვები გაშვებული? აი ამ მიმოწერებიდან, ამ მიმოწერების მასალები რატო ჩადეთ საქმის მასალებში 29-დან მიმოწერები რატო დევს და არ დევს მაგალითად 28-დან. ვინ არჩევს ამასო? რა არის მნიშვნელოვანი საქმის მასალებში? ეს კითხვები არის მე რომ დავსვი 3 თვის წინ. ის კითხვები, არაერთხელ რომ დავსვი ის კითხვები და მაშინ არ აწყობდათ ასე რომ ვთქვათ ამ კითხვებზე პასუხების გაჟღერება აი ამ ჩიქოვანს და ნასყიდაშვილს. მაშინ ერთი მხარე იყვნენ ეს გაბაშვილი, რიკაძე და ასე შემდეგ ეს ჩიქოვანის მეგობრები იყვნენ და მაშინ ხათო იყო და ეხლა უკვე შეხედა რომ ამ ხათომ თავის თავს ვერ უშველა და დარჩნენ აეში ჯერ ჩემთან გადმოდგა ნაბიჯი, ჩემთანაც სალკლდეს წააწყდა, წავიდა ქეთისონიძესთან და წავიდა რა შეხედა რომ ქეთისონიძეც სალკლდე იყო, დაინახა ჩიქოვანის ადვოკატმა ეს რომ ის უპოვრადი ბრძოდა და არაფერი არ გამოვიდო და ამიტომ ეხლა ისევ თვითონ ის გამოჩხდეს საიდან დაიწყო საქმის გაბიჭება, მაგრამ იცით ეს ხდებიან. ეხლა მაინც გადავხვით ჩემს სათქმეს. იცით ეს ხდებიან? ამათ აი ამ დაზარალებულის ახლობლებს თორე ადვოკატს რომ ეს არ უნდა ეშლებოდეს ვიცი და ალბათ არ შეეშლება არ ვიცი. ამათ მე მგონი გონიათ რომ თუ კი ესენი დაადასტურებენ რომ ნიაიმნაძე და მერაბ მალანია გიორგი მალანია საქმეში გარეულია, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მათი შვილი დამნაშავე არ არის. მათი შვილიც კარგად ხეხავს ციხის კედლებს და გიორგი მალანიას და ნიაიმნაძეც მალე მიუსკუბებ გვერდში. და ერთი სიტყვით კითხვებს უსმევდა ასე რომ რატომ არ არის საქმის მასალებში მაგალითად 28 სექტემბრის მიმოწერები, იმიტომ რომ მკვლელობა რომ 26 სექტემბერს დაიგეგმა, ეს ყველამ ვიცით უკვე. თელმა საქართველომ ვიცით უკვე, რომ 26 სექტემბერს დაიგეგმა მკვლელობა და რატომ არ არის 26 სექტემბრიდან, თუნდაც 27 სექტემბრიდან. შემდეგ, მაშინ როცა თქვენი ხედავდით გიგა ავალიანს რომ ეწერა, იმიტომ რომ აი პირდაპირ ეხლა გეუბნებით რომ 29-ში არის ანინა სხიდაშვილისა და ალექსანდრე გაბაშვილის მიმოწერები და იქ უკვე მათ იციან, უკვე მანამდე აქვს საუბრები და 29-ში პირდაპირ იწყება ასე რომ დღეს დამისხდა ხელიდან გამეპარაო და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ვთქვა გაპაროსთან დაკავშირებით. გამეპარაო და ეს იმას ნიშნავს რომ მათ მანამდე ამასთან დაკავშირებით დიალოგი ჰქონდათ. ალექსანდრე გაბაშვილი სკოლაში არ დადიოდა და სად დაეკონტაქტა ანინა სხიდაშვილს, დაეკონტაქტა მესენჯერით. ახლა ერთი რამ მინდა ვთქვა და მე ნასყიდაშვილზეც აი ამ ძვირფას წუთებს გამოვიყენებ მაგისთვის. დიახ, დემეტრე ჩიქოვანის დედა ამბობდა რომ ჩემმა შვილმა აბსურდია თავითო, მაგრამ მე უნდა ვთქვა, იმიტომ რომ პარალელი მე უნდა გავავლო. ერთი მეორეს როგორ გამორიცხავს და რა დროს გამორიცხავს, ეხლა ის გამორიცხვის მომენტში გამახსენდა ეს, რა დროს გამორიცხავს, ამასაც რომ ვერ იაზრებს. დემეტრე ჩიქოვანის დედა მაშინ როცა ვითომ შიმშილობდა პროკურატურის წინ, მაშინ ამბობდა რომ ჩემი შვილი უბრალოდ გაყვა მეგობარ თემქაზე, სულ არ იცოდა რატომ და რისთვის. გაყვა მხოლოდ 1 საათით. დავიწყოთ აქედან მხოლოდ 1 საათით. არა 3 საათის განმავლობაში იყვნენ იქ, მაგრამ თუნდაც იყოს 3 საათი, ამას ანძები ადასტურებს 3 საათი ადასტურებს. 15 წუთი გაყოლოდა. დიახ. განზრახვა თუ გონდათ ადამიანის მოკლა. დიახ, ადამიანის მოკლა. მე თუნდაც იყოს მისი 1 საათი, სადღაც თემქაზე კორპუსის ძირში ერთ ადგილზე რომ ზის,
17 წლის მოზარდი არ ეკითხება მეორეს რას ვაკეთებთ აქ მე უცებ ადგილიდან და წავიდნენ არც მე არ გაუჩნდა კითხვა ან გზაში არ კითხა რა გვინდოდა რას ვაკეთებდით რისთვის მივედით რა გვინდა კიდე თუ აპირებიქ წამოსას ერთი კითხვა არ გაუჩნდა ეს ერთი მეორეც მე რამდენიმე დღის წინ კი არ გამგონი ერთი კვირის წინ ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ ვიდრე განაჩენი გამოცხადდებოდა მათი მკვლელების მანამდე ასეთი რაღაც გააჟღერა ჩიქოვანის მხარემ რომ დემეტრე ჩიქოვანმა ერთხელ გადაარჩინა გიგავალიანი აი 29-ში რომ ედავებიან დემეტრე ჩიქოვანს ისა აი ამ საქმის მომზადებას სინამდვილეში ცით თქვენ რა მოხდაო დემეტრე ჩიქოვანმა დაინახა გიგა რომ გამოვიდაო იცნო მან გიგაო ჩამოეფარაო და არ დაანახა რაღაც ლაპარაკი დაუწყოთ რაღაცა არ დაანახა ალექსანდრე გაბაშვესო და აი ესე გააპარა გიგაო და ვერ თუ კი არ იცოდა დემეტრე ჩიქოვანმა რისთვის იყო იქ რატო იცოდა ვინ იყო გიგავალიანი რატო იცნობდა გიგავალიანს და რატო გააპარა გიგავალიანი და რატო გადაატანა ყურე აი რა აბსურდია და კიდევ მინდოდა რაღაც ანინას ხედაშვილთან დაკავშირებით მე თქვა ზანეთ ქალბატონო ეკა უკვე ყველაფერი რომ მინდა მოვასრო მე მავიწყდება და მე მოგითხარით რომ თელი თვერო იყო ჩემი სტუმარი სანამ ყველაფერს არ იტყვი ყოველ კვირა იარეთ მეთქი პრობლემა არ არის თქვენ ეს დამთავრდება მე მოდით მომავალ კვირაში სანამ საზოგადოებას იმდენად აინტერესებს ეს საქმე ამაზე მეტი ინტერესი საზოგადოების საქმის მიმართ ეხლა არ არსებობს იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახა გმირი ქალი რომელიც დაუპირისპირდა სახელმწიფოს და აიძულა სახელმწიფო რომ მინიმალური საგამოძიო მოქმედებები ჩაეტარებინა აი ეს არის სუფთა ადამიანი ღირსეული ადამიანი რომელიც ვერ შეაშინეს ვერ დაიყოლიეს ვერანაირ პირობებზე ქალბატონმა ეკამ დაიწყო ბრძოლა და ამ ბრძოლას მიიყვანს ბოლომდე ჯერჯერობით გაკეთებული აქვს 50% და ქალბატონი ეკა ბრძანებს რომ ყველა ის თანამდებობის პირი ვინც დამნაშავეებს სავარაუდო დამნაშავეებს ხელი დააფარა ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე ამიტომ ბრძანეთ რამდენი ხანს დაგჭირდება ქალბატონი ეკა იმდენი ხანი იქნებით იმიტომ ეს საქმე ჩვენ ბოლომდე თუ არ მივიყვანეთ ჩვენ მომავალ თაობა მე არ გვაპატიებს დიახ საზოგადოების ინტერესს ამბობდი თქვენ ახლა ბატონო ზაზა და მე ვალში ვარ მართლა საზოგადოების წინაშე და ამიტომ მართლა პირნათლად გადავეხტი ამ ვალს და მე მართლა ამ საქმეს მარტო ჩემი შვილის წინაშეც კი აღარ გზნობ უკვე ვალდებულებას აი ამ ღირსეულად არ მოდუნებულან არც ერთი წამით არ მოდუნებულან და ჩემთან ერთად რომ იბრძვიან აი ამ ბრძოლას მივყვან ბოლომდე როგორი თანადგომა ცოდნია ხალხს მე გაოცებული ძალიან ღირსეული ხალხია ქართველები ძალიან გაოცებული პატრიარქის სამძიმარმა და პატრიარქის ჩვენი ცოცხალი ნამდვილად ამაყობენ ქართველი ვარ აი პატრიარქის გარდაცვალებამ დაანახა მსოფლიოს როგორი ღირსეული ერია ქართველიერი დიახ აი მაშინ როცა პატრიარქის გარდაცვალების დროს მე არაფერი არ დავწერი რა თქმა უნდა ეხლა უდიდესი გლოვაში იყო საქართველო და მე პოსტი რომ დავდე ყველამ მიხვდა რომ აი ვიცოდით რომ ამიტომ არ დადეთ მანამდე კიდე რაღაცის გამო გავჩერდი და ვიცოდით რომ ამიტომ ანუ ჩემი ჰაერი აი ერთნაირ ჰაერს უსუნთქავთ თან თუ კი რამე მოხდება და ძალიან მიჭირს ხოლმე სასამართლო მძიმე სასამართლო პროცესების შემდეგ აი ფეხზე წამოდგა მიჭირს ვებრძვით საკუთარ თავს ახლა არ არის ესე იოლი რომ სულ შემართებით იყო მიჭირს მე შვილი მომიკლეს პეტაკი შვილი მომიკლეს ეხლაც ნიკუშა მითხრა რომ მოვდიოდი დედიკო შეინარჩუნე რა სახე არ დაკარგო დედი ისე ბატონ ზაზასთან რომ მითხრა ხა ვერც დღეს ვერ ისაუბრებ და დედა გეხვეწები რა და მეც ვკარგავ რა თქმა უნდა წონასწორობას და ამას მამჩნევს ხალხი და მე ხან ნიკას წერენ რომ დედა რატო არ ჩანს ხო კარგად არის და ზრუნავენ კიდეც მოკლედ ვალში ვარ აუცილებლად ვაზეიმებ სამართალს გპირდებით სამართალს ვაზეიმებ აბსოლუტურად ყველას დავსვავ საბრალდებო სკამზე ახლა მე ანინას ყიდაშვილზე ვამბობდი ზუსტად ერთ-ერთმა პიროვნებამ მომწერა და
ახლა მეთქე რომ შევიდე ტელევიზიაში და რომ გამოვარ ისევ დაგიბრუნდებით მეთქი და ახლა რაშია საქმე. ანინა სყიდაშვილის ადვოკატმაც მოსინჯა ეკა კუბადაძისთან გამოსვლა. დარწმუნებული ვარ ხვდებიან რომ ეკას რას იგიჟე ეკა კუბადაძის მოუკლეს ღირსეული სპექტაკლი უდანაშაულო ჯანმრთელი შვილი მოუკლეს. ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და ზნეობრივი ადამიანი ამ ქვეყანაში. მართლა ზნეობრივი, დახვეწილი მანერების, კულტურული, არ ვიცი რამდენი ხა შვილი როა მერიდება ამდენ ამის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად მე ვიცნობდი და როგორ უნდა მომისყიდოს ვინმე. გიგა ავალიანის საფლავზე რო ვიყავით გასულები. მოვიდნენ უცნობი ადამიანები, მისი მოსწავლეები, მისი მშობლები, ტიროდნენ პატარა ბავშვები და ამბობდნენ რომ ცხოვრებაში ესეთი ზნეობრივი, ესეთი კეთილშობილი, ესეთი ღირსეული ახალგაზრდა არ უნახავთ. მისი მოსწავლეები მოდიან იცი ჩვენ ხედავთ ვიდეო თვალში მოდიან მისი მოსწავლეები. დადიან სასაფლაოზე ბავშვები. და გიგა ავალიანის საფლავთან მიაღწყვავილები და ეს არის ჩემი აზრით ამ ადამიანის უდიდესი და ზნეობრივი სახელის მუდმივად შენარჩუნება ამ ქვეყანაში და აი თქვენი ბრძოლა პატივცემული ეკა იქნება იმის საწინდარი რომ ამ საქმეზე საბოლოოდ დადგეს ყველა დამნაშავეთან მიმართებაში სავარაუდო დამნაშავეთან მიმართებაში შედეგი რომ საზოგადოებამ ამოისუნთქოს რომ მათი შვილები ამ საქმის შემდეგ მაინც იყვნენ დაცულები ხალხს ეშინია უკვე ბავშვი გარეთ ვერ გაუშვიათ აი ამ საზარელი უბედური მკვლელობის შემდეგ ბატონო ზაზა ჩვენ ვიდეო თვალი გვაქვს გიგას საფლავზე და 5-10 წუთში ყოველ 5-10 წუთში მოდის ხალხი ჟურნალისტები მიკროფონის გარეშე მოვიდნენ გიგასთან აღდგომას ანუ სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდისთვის კი არ მოდიან მარტო ჩვენთან შოკი იყო რომ გაიგეთ რომ ესეთი წესიერი ახალგაზრდა ეკა კუბადაძეს კი არ მოუკლეს მარტო არ გეწყინოთ რა საქართველოს მოუკლეს ადამიანი რომელიც 54 ბავშვს ამზადებდა ხალხო დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და ამერიკაში მიდიოდა ბავშვი სასწავლებლად წერდა სამედიცინო წიგნებს ქონდა დიდი სურვილი რომ რაღაც უდიდესი რაღაცა გაეკეთებინა ამ ქვეყნისთვის ჩამოსულიყო ქვეყანაში და ამ ქვეყანაში სამედიცინო ხელოვნება აიყვანა მაღალ დონეზე აი ესეთ ადამიანს ჩასაფრებით დაესხნენ და ამ ადამიანის მკვლელობაზე პროკურატურამ არ ჩაატარა თავდაპირველად ეფექტური გამოძიება და რომ არა ეკა კუბადაძე ამ საქმეზე არაფერი არ მოხდებოდა მე როდესაც მოდი პოსტებზე ვისაუბროთ ქალბატონ ეკა და შემდეგ როგორი დედაშვილობაშიც როგორი სუფთა იყო გიგა იცით ბატონო ზაზა მე ძალიან თბილი იყო ვიცი 16 წლის ვიყავი და იმის შემდეგ მე რომ მომამო დავზარდე შვილები იმის შემდეგ რეპეტიტორობას ვეწევი და ჩემმა შვილებმა ისიცოდნენ რომ მე აი გიგა ისიცოდა რომ გიგა ამერიკაში თუ წავიდა და მე მისი სწავლის დაფინანსებას შევძლებდი მოვახერხებდი ფინანსურად მას ზურგი ექნებოდა მაგარი მაგრამ არა ქნა თვითონ ამზადებდა მოსწავლეებს იმისთვის რომ გული მოეგროვებინა და თვითონ თავისი ნაშრომით ასულიყო გიგა ნიკა სწავლობდა გერმანიაში ასევე ნიკამ თვითონ შეაგროვა სწავლისთვის ფული და წავიდა თვითონ წავიდა და ასე აკეთებდა გიგას და აგროვებდა თანხას და ესეთი ადამიანი მოუკლეს ამ ქვეყანას ერთ-ერთი ღირსეული ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი. სხვათა შორის ახალგაზრდა გოგონები რომ მობრძანდებოდნენ რას მივაქციეთ ყურადღება ამბობდნენ რომ აი საერთოდ ჯელტმენი მამაკაციო თუ შეიძლება რომ არსებობდესო აი ამ 21 საუკუნეშიო ეს იყო გიგა ავალიანიო ისეთი ზნეობრივად ღირსეული ადამიანი იყო, იმდენად თბილი იყო, იმდენად ცდილობდა რომ ყველა ადამიანს დახმარებოდაო რომ აი გეგონება ოჯახის წევრი მოგვიკლესო, იქ თქვენ ხო ვერ მიაქცევდით ყურადღებას და მე იქ რო ვიდექი უსმენდი ამ ხალხს და გაუგნებული ვიყავი რომ ამ პატარა ბიჭმა ასეთი მოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის განმავლობაში როგორ მოიხვეჭა ასეთი
უდიდესი სახელი, ასეთი პატივისცემა მე წარმოგდგენია. ყველა ღირსებით შემკული იყო ბატონო ზაზა, მართლაც ყველა განა მარტო ის რომ ტვინი ქონდა კარგი და იყო გენიოსი, არა, ყველა ღირსებით შემკული იყო. ყველა ღირსებით. მაშინ არ მოვიდოდა ქალბატონო ეკა ამდენი ბავშვი, რომელიც ფაქტობრივად იყვნენ გიგა ავალიანის უბრალოდ მოსწავლეები. და უკვე დაამთავრეს და გიგა ავალიანთან შეხება აღარ ჰქონდათ. მათ შეძლოთ არ მოსულიყვნენ. იცით რომ რამდენიმე მოსწავლე არ დაემორჩილა მშობლებს და სხვა მასწავლებელთან არ წავიდა, მე მის მშობლები მიკავშირდებიან და შეწყვიტეს მათემატიკაში მომზადება. შეწყვიტეს მე-11 კლასელები ხო მყავდა, რამდენიმე ჯგუფი ყავდა და შეწყვიტეს ბავშვებმა ისტორიას ჩავაბარებთ და მათემატიკას ვეღარ დამჯდებით სხვასთან. შინაგანი მიმღებლობა არ ქონდათ, თორე განა სხვა მასწავლებელს იწუნებდნენ, შინაგანად ვერ მიიღეს გიგას ჩანაცვლება ვინმეთი. საერთოდ სახელმწიფოს ვალია მე მინდა მე დავამთავრო პატივცემულო ეკა ეს ჩვენი ეთერი და მე მინდა უთხრა სახელმწიფოს ვალია რომ არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი ადამიანის მკვლელობა როგორც იყო ნიკა ავალიანი. მე რატომ ვამბობ რომ სახელმწიფოს ვალია? როდესაც კადრები გამოაქვეყნა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ჩვენ ვნახეთ რომ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდების ძალადობდა ძალიან ბევრ ახალგაზრდას დაცინოდა წემდა აბუჩათიგდებდა. როდესაც ეს ხორციელდება პოლიციისაგან რამოდენიმე მეტრში. როგორ შეიძლება პოლიციას ეს არ ცოტნოდა? როგორ შეიძლება სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პოლიციაც არ მოადგენს სახელმწიფოს, როგორ შეიძლება სახელმწიფომ ამას დახუჭოს თვალი? როგორ შეიძლება სახელმწიფომ ამაზე არ მოსთხოვოს პასუხი და ის პოლიციის უფროსი, რომელიც ელემენტარულად პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული იყო საქმის მასალების გაყალბებასთან, დღესაც იყოს თანამდებობაზე. ესე იგი სახელმწიფო რას აკეთებს? სახელმწიფო აღიარებს იმას, რომ კი ბატონო მოხდა სიყალბე, კი ბატონო მოხდა არაფექტური გამოძიება, მაგრამ მე ჩემი თანამდებობის პირი მირჩევია გიგა ავალიანის სიცოცხლეს. აი ეს არის სახელმწიფოს ბოროტება. სწორედ ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ სახელმწიფოს ვალია რომ ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, როდესაც გაიგებთ რომ ვინმეს ცემეს, ვინმეს თავს დაესხნენ და არ მოხდეს ამ ჯგუფების გაერთიანება და ისეთი ადამიანის მკვლელობა როგორც იყო გიგა ავალიანი. როდესაც სახელმწიფო ჩვენ ვადანაშაულებთ, იმაში ვადანაშაულებთ რომ ეს ადამიანები რომ ჩადიოდნენ უკანონო მოქმედებებს, რომ ძალადობდნენ ადამიანებზე, სად იყო სახელმწიფო? როგორ შეიძლება ეხლა ადამიანი წახვიდეს სახლში დაიძინო და არ იფიქრო რომ შენი არასრულწლოვანი შვილი ქუჩაში რო გავა, მას ვიღაც არ დაესხება თავს, არ გამოასამლებს სიცოცხლეს და ეს ადამიანი არის აღრიცხვაზე აყვანილი და ამ ადამიანს ვინაიდან მფარველობენ, ეს ადამიანი არის დაურჩელი. ამიტომ არის სახელმწიფო ბოროტება. ამიტომ მე ვამბობ რომ დღესაც სახელმწიფო უბრალოდ იძულებულია ეკა კუპადაძის შვილის მკვლელობის საქმეზე გააკეთოს ის მინიმალური საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა გაეკეთებინა 3 თვის წინ, 4 თვის წინ, 5 თვის წინ გაეკეთებინა. იხლა არის იძულებული სახელმწიფო ეს გააკეთოს და დღეს სახელმწიფო არ არის იძულებული, მაგრამ ვალდებულია თუ სახელმწიფო საბრალდებო დასკვნაზე, საბრალდებო სკამზე არ დასვა პროკურორი კუპრაშვილი, პროკურორი ლუკა გამყრელიძე, პოლიციის უფროსი ტალახაძე. გამოდის რომ სახელმწიფო არაპირდაპირ ხელს აფარებს გიგა ავალიანის მკვლელობაში მონაწილე პირებს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ფიქრობს რომ ეკა კუპადაძე დაწყნარდება, მისი ადვოკატები დავწყნარდებით, ძალიან ცდებით მეგობრებო. ჩვენ გვინდა ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება და ეს საქმე უნდა იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ეს ვერავინ ვეღარ გაბედოს. ეკა კუპადაძეს შვილს ვერავინ ვერ გააცოცხლებს. მართლა ღირსების ეტალონი იყო ეს ბავშვი. ვერავინ ვერ გააცოცხლებს. ეკა კუპადაძე იბრძვის ჩვენი შვილებისათვის, ამ ქვეყნის მომავლისათვის, იმიტომ რომ პედაგოგია და არ უნდა რომ ამ ქვეყანაში დანაშაულებრივი ჯგუფები არსებობდნენ, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, კლავენ, აუპატიურებენ და ეს იცის პოლიციამ და ამ ხალხს ხელს აფარებს.
ქალბატონეკა ბოლო 1 წუთი მინდა რომ გამოიყენოთ და ასევე მიმართოთ საზოგადოებას რომ საზოგადოება უნდა მზად იყოს იმისათვის რომ იბრძოლოს. დიახ, ისევ და ისევ მინდა მადლობა გადავუხადო ჯერ საზოგადოებას თანაბრძოლისთვის, კიდევ მეიმედებით და მე გპირდებით რომ არავის არ დავტოვებთ აუშჩელს, ეს იქნება პრეცედენტი საქართველოში იმის რომ ყველა დამნაშავე, ვისაც რა დოზით მიუძღვის წილი დანაშაულში, ყველამ შესაბამისი პროპორციულად უნდა აგოს პასუხი. იქნება ეს საქმის მიმცემი, წამქეზებელი, შემსრულებელი და ასე შემდეგ ჩამფარცხავი, სამართალდამცველი თუ აბსოლუტურად ყველამ უნდა აგოს პასუხი და მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ გიგა ვალიანის მკვლელობაში ფიგურანტი, ვინც არსებობს, აბსოლუტურად ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. ვიქნები შეუვალი ბოლო ბრალდებულამდე. მე მინდა პატუცემულო ტელემაყურებელებო დაგემშვიდობოთ. დღეს ჩვენთან სტუმრად იყო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოწვევისთვის. ეს უდიდესი სულის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფოს არაპატია ამ საქმეზე სიბინძურების კორიანტალი და საზოგადოებას გვაჩვენა, რომ სახელმწიფო ვერაფერს ვერ გახდება თუ ადამიანი იქნება პატიოსანი, ღირსეული, როგორც არის ქალბატონი ეკა კუპატაძე. მე მინდა გმირ დედას, ღირსების დედალოს, ქალბატონ ეკას დიდი მადლობა უთხრა იმისათვის, რაც მან გააკეთა და კიდევ ერთხელ გეუბნებით ქალბატონ ეკა, ძვირფასი წუთებზე თქვენ რომ საუბრობთ, რომ ძვირფასი წუთები გამოიყენოთ, ყოველ კვირა გექნებათ ეთერი, თუ თქვენ ჩათვლით, რომ საზოგადოებას კიდე რამე უნდა უთხრათ. კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.